ბატონი განვაგრძოთ ჩვენი საუბარი სუსთან დაკავშირებით, აი მაინც თქვენ რომ განუმარტოთ მაყურებელს, აი რა მანევრი არის ეს თქვენი დაბარება, ხო, მეხუთე თუ მეექვსე საქმეაო გადატრიალებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვახსოვს ჭიკაიძის დროს ასევე სახელმწიფო გადატრიალების საქმე, ეგრეთ წოდებული საბურავების საქმე იყო, ხომ? აი რა მანევრია ხელისუფლების მხრიდან თქვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაბარება სუსში საქმეზე, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალების საქმეს არქმევენ? იცით რა, აი რიტორიკულად დავსვამ კითხვას და თქვენმა მაყურებელმაც აი დიდი პატივისცემით თუ თავიანთ თავთან უბრალოდ ამ კითხვას დასვამენ, აი მაინტერესებს. აი ამ სიგიჟეში მონაწილეობა უნდა მივიღო და უბრალოდ ვიღაცის ხუშტურებზე დაძახებული საქართველოს მოქალაქე, ამ შემთხვევაში მე, თქვენი მონამორჩილი, უნდა გამოვცხადდე? აი უბრალოდ სადაც ვიცი რომ არაფერი ბოროტების გარდა არ ხდება, 100 მილიონი გაზრდილი ბიუჯეტით სუსი დღენია და იმაზე ფიქრობს, როგორ დაამციროს და ფეხქვეშ გათელოს ადამიანის თავმოყვარეობა და ღირსება, როგორ გადაწეროს პროცენტები, შედეგები, როგორ ჩამოართვას წინასაარჩევნოდ ადამიანის პირადობის მოწყობები, რომ არ მივიდნენ ისინი არჩევნებზე, როგორ ჩაუდო ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღები ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ისინი არიან უკანონოდ, იმიტომ ისინი არიან ოპოზიციის ამა თუ იმ პარტიის მხარდაჭერები და ეს ყველაფერი ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის. ისიც ცნობილია, რომ არ ვიცი რამდენი 27 თუ 37000 ფაილი არსებობს, თუ არა მეტი, რაც ადასტურებს, რომ პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის აქტიურ წევრებს უსმენენ და მთელი დასტა ინფორმაციები და ცნობები აქვს საქართველოს ცალკეული მოქალაქეების შესახებ და აი ამ უწყებაში უბრალოდ არსებობს რაღაცა ჯგუფი, რომელიც რეკავს და გეუბნება, რომ კონკრეტულ ერთ-ერთთან დაკავშირებითო შენ რომ იქ იჯექიო რაღაცა კითხვები გამიჩნდაო და უნდა დაგიკითხო. მაპატიეთ რა ერთი წუთით რა, ეხლა არსებობს ხო ღირსება, არსებობს უბრალოდ თავმოყვარეობა და არსებობს პრინციპული პოზიცია, რომელიც ვალდებული ვარ, რომ დავიცვე ხა ადამიანი გიგეკავს და გეუბნება, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმე რომ აქვს აღძრული, ხო, 3-4 თვის განმავლობაში და ჯერ არავის უაფერი არ სმენია, არც თქვენ როგორც ჟურნალისტი და არც მე როგორც პოლიტიკოსი და არც თქვენ მაყურებელს. აი ესე უბრალოდ განცხადება გაკეთა და მორჩა გათავდა 3 ადამიანი დააკავეს ვისთვის არავინ არ იცის, ხო? აი ახლა ამბობ კონკრეტული კითხვები გაგვიშთა თქვენ კონკრეტულ ერთ-ერთთან დაკავშირებითო და არ არსებობს ხახნო რა ამ თამაშის წესებს გავიმეორებ, რაც თავშივე თქვი, ამ უკანონო დაწესებული სტანდარტის დამკვიდრებაში სულს ამ ბოროტების, არ ვიცი, სამსახურს ვეხმარები როგორც მე ერთი ადამიანი. ამ პრინციპულ პოზიციას გამოვიჩენ და მე ვფიქრობ, ეხლა ვინც არ უნდა სხვანაირად გაიგოს, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც დიახაც უნდა იქნეს ჩემს მიერ გამოყენებული და ჩემს მიერ ეს გადაწყვეტილება ვფიქრობ არის სწორი. არ შეიძლება უბრალოდ მიცეც სახალისებული იყოს სუსი, რომ ხვალდაზე სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ან აქტივის ან ლიდერს მით უფრო აი ესეთი ზარებით აშანტაჟებდნენ და ემუქრებოდნენ, ხო? გამოვიდე თუ რაიმე საქმელი აქვს და თუ კი ვინმე სახელმწიფოს ატრიალებდა და ვინ ატრიალებს სახელმწიფოს ამ ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში არაერთხელ ძალიან კარგად ვიცით ის ადამიანები არიან, ვინც მიიტაცა სახელმწიფო. და ის საქმე, რომელიც ვითომ აღძრეს და აღძრეს, როგორც უბრალოდ რაღაცა სპეციფიკური კოდი მიანიჭეს და მორჩა გათავდა, ეს არის მათთვის სახელმწიფო გადატრიალების თაობაზე აღძრული საქმე. საზოგადოებას უთხრან, რა ხდება? გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან, რასთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები, რომელზეც მე უნდა გავცე პასუხი. მე არ მივალ ამათ ჯოჯოხეთურ სამსახურში, იმიტომ რომ არ წავახალისო ეს მართლაც ბინძური მაღალი თანამდებობის პირები ლილუაშვილის თამადობით შემდეგ მარჯვენიერი ქმედებებისთვის. არ წავახალისებ, ვალდებული ვარ. არავის ასე თქვათ არ ვეჯიუტები, უბრალოდ ვალდებული ვარ, გესმით, იმიტომ რომ დამამცირებელია ამ ქვეყნის მომავლისთვის, აწყოსვისაც, რომ ვიღაცა წარმოუდგენელი გამომძიებელი სუსიდან დავალებით გირეკავს და გეუბნება, რომ იქ რაღაც წამოკოტრიალებული მაპატიეთ, იქ სამუშაო ოთახში იყო, ესე იგი პოლიტიკოსების გამოსვლებს სკრუპულოზულად უყურებენ
და უბრალოდ აი ესეთ იშტაზე, ესეთ ხასიათზე დადგა და არა, ახლა უნდა მივიდე იქა და არასებულ კითხვებზე პასუხი გავცე და ამით მივცე შესაძლებლობა ახლა ქართულ ოცნებას რომ დალექოს რაღაცა ნაწილში საზოგადოების, რომ ესე იგი ახლა მელია თუ დადის სუსის დაბარებულზე, მართლა არსებობს ალბათ ხო რაღაცა სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე რაღაცა მტკიცებულებები. გამოვიდნენ და ისაუბრონ. იმიტომ რომ ან ჩვენ თვითონ ჩვენივე ხელშეწყობით ხელს ვუწყობთ, რომ ამ რეჟიმმა სახელმწიფო აი საკუთარი განვითარების უკანასკნელი ნიშნულისკენ წაიყვანოს ჩვენ ყველანი ერთად მოქალაქეები. ჩვენ თვითონვე ვუწყობთ ჩვენივე პროაქტიული მოქმედებით, ან ვეწინააღმდეგებით უბრალოდ უკანონობისადმი დაუმორჩილებლობით. ეს არის უკანონობისადმი დაუმორჩილებლობა. შეუძლებელია პოლიტიკოს საჯარო გამოსვლის შემდეგ ურეკავდე და ეუბნებოდი, იქ შენ ისეთი რაღაცები ლაპარაკე, ეს მიუღებელია და მოგზანდით აბა მოდულის შენობაში საჯარო პირდაპირ ეთერში მაპატიოთ, ეხლა უსმენეთ თქვენს გადაცემას. პირდაპირ ეთერში არჩევნების დღეს მეგობრებთან ერთად ვიყავი, სადაც აყალბებდნენ უხეშად არჩევნებს თბილისში, ვაზის უბანში და ფიზიკური ანგარიშვალება მოიტანეს, ხო, პირდაპირ ეთერში. გახსოვთ, ხო ეს კადრები, არც კი დაკითხულა ის ადამიანი, არც კი გამოუკითხავთ. ამ ქვეყანაში კლავენ ადამიანებს, კლავენ ცეცხლსასროლი იარაღით, მაგრამ ათავისუფლებენ გირაოთი, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული ოცნების წევრია და ყოფილი დეპუტატია ზვიადაურიმას მხედველობაში. და როდესაც აი ეს კონტრასტია შექმნილი ხელისუფლების მიერ, ამ მასკარადში არა, დანაშაულებრივ მასკარადში მონაწილეობას არ ვაპირებ. ეს არ არის არც სასაცილო, არც კომიკური ვიდარება, ეს არის დანაშაულებრივი მასკარადი, რომელსაც ქმნის ქართული ოცნება დღიდან დღემდე და ან იღებ მონაწილეობას ამ ყველაფერში, ან არ იღებ. მთელი ეს სუსი თავისი ათასობით თანამშრომლით, მხოლოდ და მხოლოდ დიახაც არის დაკავებული იმით, რომ დევნოს განსხვავებული პოზიცია. პოლიტიკოსები კი არა, აქტივისტები კი არა, მედია მფლობელები, არ ვიცი, ჟურნალისტები, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, სამოქალაქო აქტივისტები 15 წლის ბიჭს და ბავშვს კლავენ, ვითომც არაფერი. 15 წლის ბავშვს კლავენ და პოლიციურ სახელმწიფოში, ხო? პოლიცია არსებობს მხოლოდ განსხვავებული აზრის დევნისთვის და არა კრიმინალების დევნისთვის. ისეთი რეჟიმების გაგვიგია ქვეყანაში. გიორგი, ისეთი რეჟიმებიც არსებობს ქვეყანაში არა, მსოფლიოში, ვაპატიეთ. სადაც დიახაც რეჟიმია, რაც ცუდია, მაგრამ წესრიგსაც სამოქალაქოზე, საზოგადოებრივ წესრიგს ამყარებენ და კვლელობები ყოველდღე დღისით არ ხდება. ჩვენთან კვლელობა პროზაული გახდა, ვითომც არაფერი ადამიანის სიკვდილი, ხარცოცხალი დილით შეიძლება ღამე არ იყო. ჩაგრავენ, გაშანტაჟებენ, გემუქრებიან, უნდა მიიღო. რატო? იმიტომ რომ უნდათ აფიქრებიონ, ეხლა ვიღაც ჩინოვნიკებს ბიძინა ივანიშვილიძე მორჩილებს, მართლა უსიტყვოდ, დაქირავებულ შავი სალაროებით ანაზღაურებად მაღალ ჩინოსნებს საზოგადოების არც თუ ისე უნიშნულო ნაწილი, რომ ნუ ასეთია რა, მოვაჟდა ბიძინა ივანიშვილი ამ სახელმწიფოს და მიიღეთ რა ეს მოცემულობად. ნუ შეეწინააღმდეგებით, იარაღს ჩაგიდებ, ხელყუბარას ჩაგიდებ. და ასე შედა, არა. აი საზოგადოება რათოოს, აი არსი ფაბულა ამ ყველაფრის, რასთანაც დაკავშირებით, ახლა მე მიწევს ძირითადად საუბარი თქვენს გადაცემაში არის ის, რაც მოვყევი. ვიღაცას უბრალოდ მოესურვა და უნდა რომ ვეახლო. არ ვეახლები. იმიტომ რომ სწორი არის ეს, არ უნდა წავახალისო რეჟიმი, ვისაც უნდა ისე გაიგოს. ნიკა, რთული არ დაგეთანხმოთ, ანუ კრიმინალთან დაკავშირებით ასევე დღეს ნოდარ მელადის შაბათში იყო ზვიადაურის გათავისუფლების საქმის დეტალები, ხომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არის. მარტივად, გიორგი, ჩემი თხოვნა რა თუ შეიძლება რა, საზოგადოება უნდა გამოყო. აქ მე ვიტყვას ბევრჯერ და ყველა ოპოზიცია, ვისაც ცვლილება ჭირდება, ის არის ოპოზიცია. ქაბატონი ქეთილოთი დაწყებული, ბატონი არ ვიცი მე ოლეგით და ისე პეტრეთი დამთავრებული. ვისაც ცვლილება უნდა, როცა რეჟიმს ებრძვი არ არსებობს ცალკე კუნძულზე პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები და ცალკე საზოგადოება. ბოლოს მინდა ეხლა მე მომეკლა ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით, აი მე 3 თვის წინ მომეკლა თუ როდის იყოს 4 თვის წინ მომეკლა ცეცხლსასროლი იარაღით ცოცხალი ადამიანი
და 4 თვეში მე გირაოთი გამომიშოდნენ და პროკურორმა გააკეთა სამარცხინო განცხადება სპეციალურად დავინტერესდი რომ აი საჯარო კომენტარი რა ქონდა მეთქი პროკურორს როდესაც ზვიადაური გაათავისუფლეს და რა თქვა რომ აღარ არსებობდაო საფრთხე მოწმეებზე ზეწოლისო წარმოგიდგენიათ და ეს უნდა აქციონ დამკვიდრებულ სტანდარტად რა ხარ ბიძინა ივანიშვილის მაპატიეთ და არ მიყვას ამ სიტყვის გამოყენება ვიყენებ მორჩს მაგრამ მონა ყველაფერი გეპატიება ნიკა ბოლოს მინდა შეგეკითხოთ გიცხადებენ ბრძოლას ხო და ამ ბრძოლაში ძალიან ბევრი ქართველი და საქართველოს მოქალაქე ვართ და დასრულდება გამარჯვებით ხახო საჭირო არის ურთიერთ პატივისცემა ურთიერთი გაგება ძალისხმევა მაქსიმალური ჭკუა მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იყოს ამ საპროტესტო მოძრაობაში და აი ამ პოლიციურ არ ვიცი ზონდერ ჯგუფებს ჩვენ აუცილებლად ვაჯობებთ იმიტომ რომ მართლები ვართ იმიტომ რომ მორალური უპირატესობა ჩვენ იმიტომ რომ ადამიანები ტყვეებად ხავთ აყვანილები არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს აკადრეს ის რაც აკადრეს და ამასაც უნდა ხო ეხლა შეაგუონ რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი შეეგუოს რომ ის გარეთ უნდა იყოს ვიღაცა ადამიანი ქართული ოცნების დეპუტატი და არ ვიცი ზეთისხილს მიირთმევდეს ცხოვრობდეს ფუფუნებაში და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უნდა იყოს ტყვეობაში უნდა შეაგუონ იმ მოცემულობას რომ ტროტუარზე დგახარ მშვიდობიანი პროტესტანტი და რახან ლილუაშვილს დავალება აქვს მიღებული უნდა დაგაკავონ უმიზეზოთ უბრალოდ იარაღი უნდა ჩაგიდო და ხელყუმბარა უნდა ჩაგიდონ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ხარ ოპოზიციის ხარდაჭერი ხო ნიკა ბოლოს შეგეთქვით მინდა მოგმართოთ თუ შეიძლება მივიღო აი ეს უაზრო უწყება სადაც წავიკითხავა ვიღაცა გამომძიებელი რა საინტერესოა რატომ ეძახი სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით ეძახი ზეთი მოდი წავიდე ვნახო რა ხდება არა ვითარ შენ გასაგებია ნიკა თქვენ განაცხადეთ უკვე და მოისმინა საზოგადოებამ რომ სუში მისვლას დაკითხვაზე გამოკითხვაზე არ აპირებთ ბოლო შეკითხვა მექნება როგორ ფიქრობთ რა სამართლებრივი რეაგირება შეიძლება მოჰყვეს ამას შესაძლოა თუ არა ნიკა მელია ისევ დააპატიმრონ უკვე აღარ ვიცი მესამეთან მე რამდენი სამართლებრივი რეაგირება რომ მოყვეს სამართლებრივი საფუძველი უნდა არსებობდეს აზრს უნდა ექვემდებარებოდეს ასეთი დაბარებები და დაკითხვები და ასე შემდეგ რაღაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარება სადაც ჩემი მონაწილეობა გახდებოდა აუცილებელი სამართლებრივი ოდნავ მაინც სახელმწიფო უნდა არსებობდეს ლილუაშვილი ადამიანი რომელიც ავიცი ყველას უსმეს მინდა რა ქვია მოძღვარიდან დაწყებული ფიზიკოსით დამთავრებული და ამ ყველაფრის მტკიცებულებები არსებობს და არაფრიდან მოტანილი რაღაცა უწყება მეგზავნება და მიბარებენ იქ და მეუბნებიან რომ მოდი აქ ეხა სახელმწიფო გადატრიალებას რო აწყობდი ან შენ მეგობრებთან ერთად რაღაცა კითხვები გაგვიშთა იმიტომ რომ იქ რომელიღაცა გადაცემაში მონაწილეობას იღებ მე ეჭვი მაქვს ეს ყველაფერი უკავშირდება ან ეკაკვესიტაძის გადაცემაში ვიყავი ან გრიგოლია ინგას გადაცემაში ვიყავი ბოლოს მანამდე ეკაკვესიტაძის არ ვიცი ხო ეხა ბოლო დღეებში ამ ორ გადაცემაში რატო როგორ არ აინტერესებს არ არსებობს უბრალოდ უნდათ რომ ანუ მათ პოლიტიკურ დაკრულზე პოლიტიკოსება და არა მხოლოდ პოლიტიკოსება მუდმივად ვიცეკвот და ვიმღეროთ გამორიცხული არის ეს ბუბლიკები ნულია ამის შანსი არ არსებობს ხახო არ ვცდილობ წარმოვჩინდე რომ თითქოს მე ვიღაცას ჯიბში ვუდგები არა უსამართლობას და აღვირახსნილობას არ ვემორჩილები ხახო იმიტომ რომ ჩემთან ხომ უნდა ვიყო მართალი ვცდილობ იქით შემიძლია რომ უსამართლო დაჩაგრული ადამიანები დავიცვა და მეტნაკლებად გამოგდის სანამ ეს რეჟიმი არსებობს სრულად ამ ასეთი ადამიანების დაცვა შეუძლებელია იმიტომ რომ მთელი ბოროტება დევს და მოკავათებულია იმ მოდულის შენობაში ეს არის თავარი დასაყრდენი ამ რეჟიმისა და აი ეს ბურჯები მოდულის შენობის სახით დიახაც უნდა მოვარღვიოთ და დავასუსტოთ და წავაქციოთ მადლობა არ მოხდება ეს ამბავი იმიტომ არც ეკონომიკის სამინისტროზე დგას ეს რეჟიმი არც სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დგას არც საგარეო საქმეთა სამინისტროზე დგას და არცეთ სხვა რაღაცა სამოქალაქო სახელმწიფო დაწესებულებაში დიდი მადლობა მხოლოდ და მხოლოდ სუზზე დიდი მადლობა ნიკა მელიას რომელიც სუში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს ნიკა მელია გვერდებოდა